ჩვენი კოლეგა, ჩვენი მეგობარი, რეჟისორი დათო დოიაშვილი გაანთავისუფლეს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ახალი თეატრის ხელმძღვანელი ის აღარ იქნება. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჩვენ ვიცოდით, რომ ესე მოხდებოდა, გუშინ თავად დათომაც თქვა, ვიცოდი და მიგვირდა კიდეც რომ ეს აქამდე არ მოხდაო, ასეთივე განწყობა მაქვს მეც. ვიცოდით რომ ეს მოხდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვამბობთ რომ ეს არის რეჟიმი, შეუძლებელია რეჟიმი არ იყოს თანმიმდევრული. გასაგებია რომ ესე მოხდებოდა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ თავად დათოს როგორც რეჟისორს შეიძლება იმხელა ზიანი არ მიადგა როგორც თეატრს, ქართულ თეატრს და კონკრეტულად ახალ თეატრს, იმიტომ რომ თეატრი არ არის მხოლოდ სამხატვრო ხელმძღვანელი ან რეჟისორი, თეატრი არის მთელი კოლექტივი, ეს არის ბევრი წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაო, ეს არის მიზნები, ეს არის სულისკვეთება, ეს არის თანამედროვეობასთან დამოკიდებულება. ფაქტიურად ამას ყველაფერს ხაზი გადაესვა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ სახით, რა სახითაც არსებობდა ახალი თეატრი, ის აღარ იარსებებს. და ის არსებობდა როგორც ნავსაყუდელი და თავშესაფარი ახალგაზრდების, ყველა მოწყვლადი ჯგუფის და თუ შეიძლება რომ ჩვენ გვეთქვა, რომ სადღაც ხელოვნებაში არის სწორედ დემოკრატიული პრინციპები მოქმედებდა, ალბათ ერთ-ერთი და მთავარი იყო ეს თეატრი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის დასასრული, ეს არის რაღაცის დასაწყისი. მე ვფიქრობ, რომ ქართული თეატრი და დემოკრატიული, ჭეშმარიტი დემოკრატიული ძალები თეატრში მოძებნის ძალას გაერთიანების, სიმტკიცის, კონსოლიდაციის და პროცესი გაგრძელდება შეიძლება სხვა სივრცეში, სხვა გარემოებებში, მაგრამ პროცესი არ გაჩერდება. შეუძლებელია წარსული ვეღარ დაბრუნდება, ვეღარ აორთქლდება ადამიანი ისე, რომ არავინ არ დასვას კითხვა საწავიდა ეს ადამიანი და საწავიდა პროცესი. ეს შეუძლებელია. უბრალოდ ამით ზიანდება ქართული თეატრი, ქართული საზოგადოება და ჩვენი წინსვლა, ჩვენი განვითარება. რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს ჩემი ღრმარწმენით დროებითი პროცესია. სოლიდარობას ვუცხადებ დათო დოიაშვილს, ახალ თეატრს, ანდრო ჭიჭინაძეს, მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს.